დღეს მეგობრებო, ეს არის ოკუპაციის საწინააღმდეგო მარში, რომელიც ამჯერად იმართება მეტრო ავლაბრიდან კარობის სახლისკენ. არა ოკუპაციას ნიშნავს, რომ ქართველი ხალხი არასოდეს არ შეეგუება არც თავის ოკუპაციას და ყოველმხრივ დაუჭერთ ხარს გმირი უკრაინელი ხალხის ბრძოლას ოკუპაციის წინააღმდეგ, რუსული ურდოს წინააღმდეგ. იცით რა, ყველაზე მარტივი ტესტი არის, როგორ უნდა შეაფასო ჩემი აზრით და არ მგონია ამ შემთხვევაში ვცდებოდი რამეში, ვინ არის ნორმალური ქართველი. ნორმალური ქართველი არის ის, რომელიც უკრაინის ომში ხარს უჭერს უკრაინის არმიას და უკრაინის ხალხს. ნებისმიერი გადაცდომა ამ გზიდან ნიშნავს იმას, რომ ჩვენ საქმე გვაქვს პირველი ან სრულ დეგენერატთან, რომელიც ვერ ხვდება რა ხდება მსოფლიოში და მეორე შეგნებულ გარეწართან, რომელიც პირდაპირ მნიშვნელობით რუსული საოკუპაციო რეჟიმის მხარეს არის, ხო? ძალიან მარტივია. ნებისმიერ ნორმალურ ქართველს უნდა უნდოდეს რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინის გამარჯვება, რადგან ამით კბილები დაელეწოს ჩვენი სამშობლოს ისტორიულ ჯალად რუსეთს. მორჩა, თქვენ წარმოიდგინეთ რა მოხდებოდა 2022 წლის ებრე არის ხო? 22 წლის 24 თებერვალს დაწყებული ეს ფაშისტური შტურმი უკრაინის წინააღმდეგ, რომ მორჩენილიყო კიევის დაცემისა და უკრაინის დამარცხებით. ჩვენ ახლა აქ გვექნებოდა გაგანია, აი რა ვიცი, ცხინვალი. აი ესეთივე ბოსელი, როგორიც არის ცხინვალში. ახლა დიდად მაინდა-მაინც შეიძლება არ განსხვავდება ამჟამინდელი ჩვენი ბოსელი, რუსული ცხინვალის ბოსლისგან, მაგრამ მაშინ სულ კატასტროფა იქნებოდა ახლა. ჩათვალეთ, რომ აქ აი ეს წაკლები რო დარბიან რუსი ტურისტების სახით. თვითონ ოროლა შემთხვევა კი არ იქნებოდა ჩვენი რა ვიცი ხორცილებისა თუ გეთასაულების დაფსვისა და დაჯვისა. არამედ ეს იქნებოდა ყოველდღიური მოვლენა და პლუს ამას აქ დაემატებოდნენ აი კადიროველი ჯუნგლები, ეს ხიური რუსეთის მონები, რომლებიც აქ ზედამხედველობას გაუწევდნენ ქართველთა დაჭმორებას პირდაპირ მნიშვნელობით. აი ეს არის ჩვენი ეგზისტენციალური საფრთხე, სამწუხარო სასიცოცხლო საფრთხე, რასაც ჩვენ გადავურჩით მხოლოდ და მხოლოდ უკრაინის არმიის და უკრაინის ხალხის გმირული ბრძოლით. რომ დღეს არათუ უკრაინის და კიევის დაცემაზეა ლაპარაკი უკვე, არამედ ლაპარაკია იმაზე, როგორ მოეწყნება დედა ურდოს. მოსკოვი და პეტერბურგი რო იბომბება, ეს იმის მაჩვენებელი არის, რომ საქმე სულ პირიქით არის. რუსეთს და ამ რუსულ დამპალ იმპერიას უდგას უმძიმესი დღეები. უმძიმესი დღეები უდგას იმით, რომ ელემენტარულად მოსავლის აღების თავიც აღარ აქვს. ბენზინის პრობლემების გამო, დიზელის საწოვის პრობლემების გამო ხორბალს ვერ იღებენ. მოსნეულს ვერ იღებენ, ხილს ვეღარ იღებენ. და პლუს ამას ემატება კიდევ ეს ამ საცალო და საბითო ვაჭრობის უზარმაზარი ცენტრების განადგურებისა. ეს როგორც თავად აღნიშნა უკრაინის დრონების არმიის გენერალმა პროუდიმ, ეს ნიშნავს იმ ბიდლოს დამყაყებული რუსული ბიდლოს ქონებაზე და ჯიბეზე დარტყმას, რომელიც ჩუმად იყო და თავისთვის ცხოვრობდა, ვითომ მას არ ეხებოდა ომი. ეხლა როცა მილიონები დაკარგეს და შეგახსენებთ, რომ პეტერბურგში, მოსკოვის ოლქში, რა ვიცი, ყირიმში, კრასნოდარში, დღეს აგერ ეკატერინბურგში დაბომბეს ვალბერისის ბაზა. ამან მილიარდები შეადგინა უკვე. იქელა ქონება არის განადგურებული. მათ პირადი ქონება და
რუსეთის პუტინის ხელისუფლება პირდაპირ ამბობს, რომ ისინი არ არანაზღაურებენ ამას. ეს კერძო კომპანიების საქმეა და სახელმწიფო ვერ ჩაერევა. ანუ არა აქვს იმის თავი რუსეთს, რომ აანაზღაუროს ეს უდიდესი ზარალი. თავისი მოქალაქეებისა მილიონები დაკარგა ხალხთან. აი კერძო მეწარმეებმა, რომლებიც ყიდიდნენ და ყიდდნენ ამ რაღაც სხვადასხვა სახის პროდუქციას, ხო? და პლუს ამას კიდევ უკვე მოდის შემოდგომა უკრაინას აქვს უკვე ბალისტიკური რაკეტები, ფთოსანი რაკეტები ხო ქონდა და დაიწყება ახლა გაზგაბანაწილებელი ცენტრების და სადგურების დაპუმპვა, რათა გათბობის გარეშე დატოვონ დიდი ქალაქები და ეს მოხდება. აგერ მე და აგერ თქვენ რუსეთის ამ ზამთარს კატასტროფაში ჯოჯოხეთში გაატარებს, განსაკუთრებით მოსკოვი, პეტერბურგი და სხვა დიდი ქალაქები. ეს ყველაფერი მიდის იქითკე, რომ რუსეთმა კაპიტულაციას უნდა მოაწეროს ხელი. არჩევანი ორია: ამ პუტინთან ერთად, ამ პუტინის გარეშე. ყველაზე კარგი ვარიანტია და მე ვფიქრობ, რომ კრემლშიც უკვე კარგახანია ფიქრობენ ამაზე, რომ როგორ ჩააძაღლონ პუტინი და ყველაფერი მას დააბრუნონ და შემდეგ მოაწერონ ხელი კაპიტულაციას. და კაპიტულაცია როგორი იქნება? ყირიმი, დონბასი დატოვებული იქნება რუსული ჯარის მიერ და პლუს ამას მოლაპარაკებების მაგიდაზე ამავდროულად იქნება საქართველოსთან და მოლდოვასთან რუსული საოკუპაციო ჯარების გაყვანის თემა. ეს პირდაპირ ღიად განაცხადა ევროკავშირის საგარეო საქმეთა კომისარმა კაია კალასმა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების მაგიდაზე აუცილებლად იდება უკრაინის გარდა საქართველოს და მოლდოვას დეოკუპაციის საკითხი. აი ეს დამპალი ევროპა აკეთებს იმას, რაც უნდა გააკეთოს ჩვენმა ხელისუფლებამ. ჩვენი ხელისუფლება მოგეხსენებათ თავიდან ბოლომდე რუსულია და აგერ სირიის ხელისუფლებასთანაც კი არ ქონია კონტაქტი, რომ უკან წაეღოს სირიას ასადის დროინდელი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონის აღიარება, ხო? არ და ევროკავშირმაც ამ შემთხვევაშიც პირობა წაუყენა სირიის ამჟამინდელ ხელისუფლებას, რომ თუ ევროკავშირთან ურთიერთობა და სავაჭრო ურთიერთობა უნდა სირიის ახალ ხელისუფლებას, მან აუცილებლად უნდა უკან გაიწვიოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარება. აი ამაზე აქვს ციოკი ახლა აფხაზებს და აფსუებს უпроსწორად და ოსებს. ანუ ევროკავშირი ამ შემთხვევაშიც ჩვენ საკეთებელ საქმეს აკეთებს, საქართველოს მთლიანობის ამალს იცავს და პირობას უყენებს. პირობას პირდაპირ რომ გაიწვიონ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონის აღიარება სირიელებმა. აი ასე მეგობრებო, აი ეს ნიშნავს არა ოკუპაციას და ყველაფერს ბოლოს ახლა ამას კიდევ შევაჯამებ იმით, რომ ევროკავშირმა რუსეთის დასანქცირების 21 პაკეტის მუხლებში მოაქცია ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირება, რომელიც ეხმარებოდა რუსებს და პლუს ამას საქართველოში მოქმედი რუსული და ქართული ერთობლივი კრიპტო წარმოების ფირმები, კომპანიები. ანუ ეს არის ქართული კომპანიები, რომლებიც რუსეთს ეხმარება უკრაინაში ომის წარმოებაში. ძალიან კარგი. და ყველაზე მთავარი ის არის, რომ ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სპიკერმა ღიად განაცხადა, რომ თუ საქართველოს არ შეწყვეტს რუსეთის დახმარებას უკრაინის ომში, მაშინ დღის წესრიგში დადგება საქართველოს საბანკო სისტემის საერთაშორისო გადარიცხვების SWIFT-ის სისტემიდან გარიცხვაზე. ეს არის პირდაპირი მუქარა. პირდაპირი პირობა იმისა, რომ საქართველოს ფინანსური სისტემა ჩამოიშლება, თუ აქ რუსული რეჟიმი არ შეცვლის პირობებს, ტრაექტორიას, არ დაუბრუნდება დემოკრატიის გზას, არ გამოუშვას პოლიტპატიმრებს ციხიდან, არ შეცვლის
ამ დრაკონულ რუსულ კანონებს და საერთოდ არ დაუბრუნდება ევროინტეგრაციის გზას. და რადგან ბორია ივანიშვილი და მისი ბანდა რუსული ვერ დაუბრუნდება ევროინტეგრაციის გზას, ამიტომ ის როგორც ამოსაღები კბილი, მოყანყალებული ბრძოლი უნდა ამოიღოს. და ამაში მონაწილეობას მიიღებს არა მარტო ევროკავშირი, არამედ შეერთებული შტატებიც, რადგან მოგეხსენებათ კონგრესმა დაამტკიცა ეროვნული უსაფრთხოების ავტორიზაციის აქტი, სადაც კონგრესმა, უკვე მთელმა კონგრესმა დაავალა ამერიკის სპეცსამსახურებს ЦРУ-ს, რომ შეისწავლონ და დადონ დასკვნა, რამდენად მონაწილეობს საქართველო ჩინეთისა, რუსეთისა და ირანის ანტიამერიკულ მოქმედებებში. ანუ პირდაპირ მნიშვნელობით ბორია ივანაშვილი ამხილეს როგორც ამერიკის მტერი. ეს დასკვნა მალე დაიდება. მოკლედ, გამოსავალი ბიძნა ივანიშვილის აქ ერთადერთი, რასაც ვფიქრობ, ის დიდი ხანია უკვე ფიქრობს. მოიპოვოს უსაფრთხოების გარანტიები ამერიკელებისგან, დაწყდეს აქედან, დატოვოს ეს ბრმაჭუკებივით თავისი საკონცერტი და ჩამოიშალოს მთელი ქოც რეჟიმი. მორჩა. ერთადერთი გარანტია ეგ არის ბიძნა ივანიშვილისთვის, რომ მშვიდობიანად აქედან წავიდეს და თავისი დარჩენილი 2-3 წელიწადი აი მარადიული ახალგაზრდობისთვის რუსი ჩხიბავი იულია კრუშანოვას რაღაც მეეპსოსვამს დარცხინებსოსვამს და ხეებს უერთდება აი ამის გასახანგრძლივებლად, თავის ცოცხლის გასახანგრძლივებლად სადმე რომელიღაც რა ვიცი ბრაზილიურ თუ რა ვიცი ვენესუელურ სანაპიროზე დაასრულოს თავისი ამაზრზენი ცხოვრება შვიდად ჩაკოდეს იქ. აი ასე. საკმაოდ ბევრი ხალხი არის, ხედავთ. და გავცელეთ ეს ვიდეოები ბევრ ადამიანმა გაიგოს. არა ოკუპაციოს, გაუმარჯოს საქართველოს, დიდება უკრაინას, ძის დამპალი რუსეთის იმპერია.